მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებული თბილებო. პირდაპირ გადავალ გაშლაზე, გაშლას ერქმება ესეთი ჩამოვწერე, იმიტომ რომ გაინტერესებდათ, ბევრი მწერს. აი ესეთი კითხვა, ვიდეო გაშლა იქნება, რა გაიფიქრა მან, როცა გაიგო ჩვენი არსებობა, ანუ ქალზეა აქ საუბარი, პარტნიორზე, ანუ ჩვენი პარტნიორი ის ადამიანი მოკლედ რომელიც თქვენ გაინტერესებთ, იმის პარტნიორი ქალი, იმის მეუღლე, იმის შეყვარებული არ ვიცი, მოკლედ ეგ თქვენ ჩამოყალიბდით და გაარკვიეთ, რა გაიფიქრა მან, რომ გაიგო ჩვენი არსებობა, ანუ ქალმა. დღეს რა უნდა ვიცოდეთ მასზე, თვითონ ამ ადამიანზე, ხო, პირადზეა გაშლა და თუ აქვს სხვა ქალთან ინტიმი თქვენს გარდა. ეხლა ძალიან რომ დიდი ვიდეო გაშლა არ გამომივიდეს, მექნება ორ ვარიანტზე. დამხმარეთ, ავიღებ მესამე, ანუ სხვადასხვა სტილის კარტები იქნება, დასტები უფრო სწორად, ეს არის 78 კარის კარტე ორაკულის სტილში. არის დავდებ და არის The Star Tarot card. ვარსკვლავების მკითხველი. აი ესეთი. ჩანს მე მგონი, ხო? და იქნება და all side. ეს მექნება ისე დამხმარეთ. სხვა შეკითხვები თუ წამოვა, იმიტომ რომ ხო იცით, რომ ესე მე მაგალითად ჩემი სტილი გაშლის ასეთია. მე წინასწარ არ ვადგენ, ეხლა შეიძლება მომწეროს ადამიანებმა, ხო, როგორც თქვენ და მთხოვოს ვიდეო გაშლა, კონსულტაცია, მაგრამ საჯარო, მაგრამ იქიდან გამომდინარე რა ინფორმაცია მოდის, მე ხო არ ვიცი. ამიტომ ორ ვარიანტზე იქნება და დამხმარეთ კიდე შეკითხვებისთვის მექნება ეს The Old Style Tarot card. თან არ ვიცი რამდენს გასტანს, იმედია მალე და ჩავეტევ ამ კონტენტში, იმიტომ რომ ვიცით რომ საჯარო გაშლა პირადი თქვენთან უკუ კავშირი რომ აქვს და პირადი კავშირი რომ აქვს, რა თქმა უნდა, ეხა უფრო მარტივია და ადვილია სახელს ვეუბნები ადამიანს კონკრეტულად და უკვე ყველაფერი გასაგებია და ეხა ამ შემთხვევაში ცოტა ძნელია, მაგრამ მაინც ინფორმაცია კოლექტიურია, თან მით უმეტეს ეხლა რომ სამყარო გახსნილა და შეგვიძლია გვაქვს ეს მომენტი, გავიგოთ, ვართ ცნობის მოყვარე, ამაში ცუდი არაფერია, როცა ხარ ინფორმირებული, ხარ შეიარაღებული, ყოველთვის ვამბობ მე ამას, დიახაც უნდა ვიცოდი, რატომაც არა, აბა რა ვერ გავიგე, მოტყუებული ვიყო არავითარ შემთხვევაში. ხო და აი ამ ორი დასტიდან აირჩიეთ ეხა ვარიანტები, იქნება პირველი აი ესეთი ვულკანური ქვა, ეს იქნება 78 კარის დასტის და ეს არის The Star ვარსკვლავებთან მოსაუბრე, იქნება აი ესეთი ლაბრადორიტი, ანუ ესეც მესამე თვალის გამხსნელი ქვა არის, რომ გაგვიხსნას მესამე თვალი და ინტუიცია, დიახაც არავის არ მოვატყუებთ თავს. არც ფლირტი და არც როიტყვიან. არავის არ შერჩება. ანუ იცით, ეხა უბრალოდ თვითონ სიტუაცია სამყაროში ისეთი, რომ არ არის დაფარულ, რომ არ გამჟღამდეს, ანუ ყველა საიდუმლოებას ეხდება ფარდ, ანუ ვეღარ დაიმალება, აი რამდენი ხანი, ხო? და ვხედავთ კიდევაც მოვლენებს სხვადასხვა სიტუაციებში, რომ არ იმალება. ეხლა მადლობას გიხდით ყველას თქვენი კომენტარებისთვის, თქვენი გამოწერისთვის, ლაიქებისთვის, რომ წერთ ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, სტიმულია რომ თქვენთვის გავშალო, იმიტომ რომ ეს კითხვებიც თქვენგან გამომდინარე მოდის, გავაგრძელო ეს ჩემი, ასე ვთქვათ, YouTube არხი და ვისაც აინტერესებს სამყარო თვითონ აპოვნინებს, მე მჯერა რომ სამყარო ყოველთვის დააყენებს და დაალაგებს და მოაწესრიგებს ყველაფერს, ანუ არ არსებულია ის, რომ ადამიანმა იცხოვრო სიცრუეში, ადამიანმა იცხოვრო ილუზიაში, გჯეროდეს და
უყურებდე რაღაც სიტუაციებს და ამ დროს იყოს სიცრუე, რომ არ არსებულა ჩემთვის პირადად. მე ძალიან სიმართლის დამცველი და მომხრე ვარ, მირჩევნია ვიცოდე მწარე სიმართლე ვიდრე ტყუილი, მე მგონი თქვენც ესე ხართ. არ მოვიტყუებთ თავს, მოკლედ, აბა ქალებო გამაგრდით. ესე იგი, პირველი ვარიანტი იქნება ჯერ ადამიანზე, რა თქმა უნდა, ის ადამიანი ვინ არის, ვნახავ სიგნიფიკატორით, დავიწყე. ან მოусმინეთ ორივეს, შეიძლება ძალიანაც საინტერესო გამოვიდეს ეს რა სიტყვით. მადლობა, რომ პირადში მწერთ, მიკავშირდებით და ჩემი კონსულტაციებით კმაყოფილი ხართ. ვისაც უნდა პირადი კონსულტაცია, პირადი გაშლა WhatsApp Viber-ზე, მომწერეთ 599 25 85 27. და შევთანხმდეთ და ვნახოთ, კითხვებითაც შემიძლია იპასუხოთ. მოკლედ, ჯერ ვნახოთ სიგნიფიკატორი, ვინ არის ეს ადამიანი. ჩაიფიქრეთ. საკმაოდ აქტიური, მიზანმიმართული, ცეცხლის სტიქი ამოვიდა, მაგრამ ეხა ეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ცეცხლის სტიქია შეიძლება გქონდეს 4-ვე სტიქის წარმომადგენელს, ანუ გქონდეს ყველა სტიქი აქვს, ყველა ადამიანს, მაგრამ მეტნაკლებად უფრო ესეთი ფეთქებადი სხარტი, უფრო ისეთი რა, ანუ იმპულსიური და ენერგიული. ანუ დორეს ვერ ვიტყვი ხამ ადამიანს, ხო? თვითონ ის ამოვიდა, რახან ამოვიდა ის, მაშინ მეკითხები მას. ჯერ რა დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანს კონკრეტულად თქვით სახელი თქვენთვის ჩვენთან მიმართებაში. ხო, თქვენი სახელიც თქვით, ანუ ეს ადამიანი ამის სახელი და თქვენი სახელიც თქვენთვის თქვით. და ჩაიფიქრეთ. როგორ ძლიერ ქალს ისე გიყურებთ, ამოვიდა ძალა, ამოვიდა ის, რომ მართავთ, საკითხავია როგორ, იმასაც ვნახავ, აქ არის სექსუალური ტოლვაც, აქ არის სიძლიერეც, აქ არის ბნებაც, მოკლედ ეს ძალიან კაი კარტია, მე ესე მაქვს დაცდილი. ეხლა ვნახოთ ამ ადამიანს, ეხლა რახან კითხვა ასეთი იყო, ხო, დასმული, რა გაიფიქრა იმან, რომ გაიგო ჩვენი არსებობა. ანუ ქალზე აქ, ხო? მე არ ვიცი ხა არის თუ არა ესეთი სიტუაცია თქვენთან, მაგრამ რა ვიცი, ისე ქალი მაინც ჩაიფიქრეთ ვინმე. აბა რა გაიფიქრა იმ ქალმა, როცა გაიგო თქვენი არსებობა, რომ დაგინახათ, რომ შეგხვდათ, რომ ერთად გნახათ, ან გაიგო, რომ ხართ, მოკლედ არა აქვს მნიშვნელობა. აი რა გაიფიქრა. შეგიძლიათ თუ იმ ქალის სახელიც იცით, თქვათ იმ ქალმა. რა გაიფიქრა, როცა გაიგო თქვენი არსებობა, ანუ ამ შემთხვევაში ნახათ, ხო? ან რაღაცნაირად თვალი მოკრათ, ისე ლაიქი თუ სოციალურ ქსელში არ აქვს მნიშვნელობა, რა გაიფიქრა. მთვარე ამოვიდა. ნუ ეხლა მთვარე იცით რა არის. ცოტა ინერვიულა როგორ ჩანს. მთვარე არის დაფარული. ხო, გაიფიქრა ის, რომ თქვენ ხართ ვარსკვლავი. წარმოიდგინეთ, რამხელა პედესტალზე დგახართ, ანუ რა, მიუწვდომელი არსება, ანუ თქვენი შესაფერის ის ქალი არ არის, ანუ თქვენ ბევრად მეტი ხართ, მოეწონა თქვენი ქალურობა, თქვენი სილამაზე ის, რომ თქვენამდე მას აკლია. ნუ ეს დაფარული ფიქრებია, რა თქმა უნდა, არ გამოამჟღავნა, ხო? ანუ მისთვის. და რა ინტერესი აქვს, აბა, მაშინ ამ ქალს თუ აქ რამე ინტერესი თქვენთან მიმართებაში, აბა მოიხიბლა, ანუ კარგი გაგებით ვამბობ, იმიტომ რომ მიხვდა, რომ თქვენ მეტი ხართ მასზე. ნახეთ, როგორც the star, the superstar, ხო? მიუწვდომელი. ხო, თქვენამდე ვერ მოვა ის. ხო, იჯდეს იქ და აკეთოს იქ თავის ჩვენა. ხო და მოკლედ მომსახურე პერსონალი, ხო, ემსახუროს იქ და თქვენ დამი აი რა ინტერესია ამ ქალს. თუ იცით სახელი თქვით. რა ინტერესი გაუჩნდა, თუ გაუჩნდა საერთოდ.
დიდი არაფერი ინტერესი და თან ის რომ თქვენ ესე იგი უზრუნველყოფილი ხართ, ესე ფიქრობს, მის ფიქრებს ვსაუბრობ ხა და თქვენებურად მოირგეთ, რაც ანუ მეუბნება, მესაუბრება კარტი გადმოვცემ და ის რომ ანუ თქვენამდე ძალიან ბევრი აკლია, ხო, ნახეთ ეს არა სუპერსტარის კარტით, მაგრამ ამ შემთხვევაში ნახეთ ძალიან დიდი ტვირთი აქ აკიდებული თქვენამდე ვერ მოვა ერთი ძალიან დიდი ტვირთი აქ აკიდებული მინდა ჩამოვაყალიბო ზუსტად და გადმოვცე რომ თქვენს გაიგოთ ანუ თქვენ რო ხართ ვთქვათ მასზე ბევრად კარგი ანუ მისთვის ძალიან ძნელი იქნება თქვენთან შეჭიდება რაღაც აი ესეთი ვარიანტი მოდის მაშინ რა ინტერესი აქვს ამ ადამიანთან ხო ამ კაცთან კონკრეტულად თქვით ეს ადამიანი მასთან რა ინტერესი აქვს და რა კავშირი აქვს ამ ქალს თქვით სახელი რა კავშირიც არ უნდა კონდეს ყველაფერი წყალში ჩაუვარდება იმიტომ რომ აქ არის ის რომ ტირის კარტი ამ შემთხვევაში რაღაც საქმეები რაღაც მოლაპარაკებები რაღაც სიტუაციები ან რაღაცებს ჭირდება რა პარტნიორი ოღონდ ინტიმურით არა ანუ ისე რა რაღაცაში რომ გამოადგეს უფრო საქმის ვარიანტში, მაგრამ პირადი, ანუ როგორც ჩანს, იცის რომ ანუ ვერანაირად ვერ იქნება ახლო ურთიერთობა, ახლო კონტაქტი ვერ ექნება. მაშინ აი ეხლანდელი გადმოსახედიდან აწყო დროში რა კავშირი, რა ურთიერთობა, რა ერთმანეთთან ანუ გააკავშირებთ ამ ორ ადამიანს ამ მამაკაცს ანუ ხო თქვენ ვინც გაინტერესებთ და ამ ქალს ვინც თქვენ გაინტერესებთ რა აკავშირებთ მათ ამ ორს რა აკავშირებთ მათ დაწესებულება რაღაც სიტუაცია რაღაც გრძნობა ოღონდ ისეთი რა აი თანამშრომლური იქ რაღაც სუფრა რაღაც წვეულება რაღაც ისეთი სიტუაცია შეიძლება ჯდებიან კაფე რაღაც მოსაჯდომი რესტორანი აი რაღაც ამდაგვარი რა ანუ უფრო გართობა რაღაცა ესეთ სიტუაცია, პარტნიორობა, ამ შემთხვევაში მარტო პარტნიორობა, გრძნობა აქ არ არის. და ის რომ ეხა მარტო აი იმ სიტუაციისთვის, სხვა ეხლა აქ შორშჭრეტელი კარტი ამოდის და სხვა სიტუაცია აქ არ არის. რო გაიგო ამ ქალმა თქვენი არსებობა ბოლო-ბოლო, ანუ მოეგება გონს, გაჩერდება და ასტოპებს. ყველანაირი გაგებით. კი ბატონო, მოიგება გონს და დამჯდარი. დაჯდება, ხო? კი ბატონო. ანუ შორს რჩება რა. ამ კაციდან მოშორებული. მაშინ თქვენი ურთიერთობა როგორ გაგრძელდება? თქვენი და ამ ადამიანის, ვინც თქვენ გაინტერესებს პირველო ვარიანტი, ამ ადამიანის. ანუ თქვენ ვინც ხართ ახლა და იმ ადამიანის ვინც გაინტერესებთ მამაკაცის როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა ამ ეტაპზე რა ახლა კარგად თქვენ გაკავშირებთ რაღაც არ ვიცი ბავშვური სიყვარული წარსული სიყვარული ხო აქ სამწყობოს კარტსაც მაჩვენებენ შეიძლება ეს რუნავთ შეიძლება რაღაც მომენტში ცუდად იყო და თქვენ მოუარეთ, ანუ რაღაც აი ბევრი რამე გაგიკეთებიათ.
ამ ადამიანისთვის და იცნობთ მას, თან იცნობთ მის დემონებს კარგად, დემონები არის მისი ნაკლი, ანუ მისი ვნებები, მისი ცდუნებები და ის რაც უშლის ხელს ისიც ძალიან კარგად იცით, აქ ეხა სულიერ რაღაც მიჯაჭულობებზე და დამოკიდებულებებზეა საუბარი, მაგრამ თქვენ ცხოვრებით მიდიხართ რა, მაინც გყავთ ეს ადამიანი და შიგადაშიგ გახარებთ ეს ადამიანი თავისი ანუ ესეთი მოსვლით ზოგჯერ საჩუქრები მოაქვს მოულოდნელად სურპრიზებით თუ ყავს ამ ადამიანს ამ მამაკაცს სხვა ქალი თქვენს გარდა ინტიმური ურთიერთობა თუ აქვს პირდაპირ ხო ინტიმი თუ აქვს ამ კაცს თქვენთვის ანუ საინტერესო კაცს თქვით სახელი ამ ქალთან ან სხვა ქალთან. ინტიმური ურთიერთობა თუ არა. დამხმარე კარტი ამიხა. დაფარულია ეს სიტუაცია. მოწონების დონეზეა ყველაფერი რა, ეს შორიდან მოწონების და როგორც აღნიშნე სიამოვნების მიღება, ჭიქები, სუფრა, რაღაცა, თანამშრომლობა, რაღაც პარტნიორობა, რაღაცა ესეთი მომენტი ინტიმი არ არის არა. მოკლედ ლოხკი ფლირტის ვარიანტი რა. კარგით, პირველ ვარიანტთან დავამთავრეთ, თორემ მიგრძელდება ძალიან ვიდეო. ბევრს ვიტყოდი კიდე. ამოუწურავია პასუხები, მე რამდენად მივყავარ, ვეღარ ვჩერდები და მეც ხო მეტი რა მინდა. ანუ ესეთ როიტყვიან ცნობის მოყარეს, ხო? კარგით, ნახვამდის პირველებო მადლობა. დაწყნარდით, არაფერი ისეთი არ არის. მოკლედ და გადავედი მეორე ვარიანტზე. ჩაიფიქრეთ ახლა თქვენთვის საინტერესო ადამიანი, ჯერ ნახოთ სიგნიფიკატორი ამის. გაგვიხსენით მესამე თვალი, აგვიღილეთ სულიერი თვალი და ინტუიცია, დაგვანახეთ ყველაფერი რაც არის, როგორც არის. ის კი არა რომ მე მომელანდა, მე მომეჩვენა, შენ გეჩვენება მე მგონი, არა. აი, რაც არის სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. ვითხოვ სიმართლეს. ყოველთვის მოვითხოვ სიმართლეს, იმიტომ რომ სიმართლე არის სინათლე. ამიტომ ყველგან, ყველა სიტუაციაში და ყველასთან ვითხოვ სიმართლეს. ხო, რა ვქნა, სამართლიანი ვარ. ხო. ვინ არის ეს ადამიანი? ჩაიფიქრეთ ახლა თქვენთვის სიგნიფიკატორი ამოვიდეს. თქვით სახელი. ადამიანი სტაბილურად არის. ადამიანი მგრძნობიარი წყლის წიქია. ყველაფერი მიადგულთან ახლოს, მჯდომარე, ცოტა პასიური, პირველიდან განსხვავებით. ხო, და ორიანი ამოდის, არ ვიცი რატომ ეს ციფრი, შეიძლება ორში ან რაღაცა ორთან არის კავშირი, ან რა ვიცი რა. ინტუიციურად ძლიერიც თან. კარგით, ნახოთ ახლა ეს ადამიანი, ეს მამაკაცი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, აბა. იმ ქალთან, ვინც თქვენ გაინტერესებთ და გაქვთ რაღაც ეჭვები, ხო? ეჭვის დონეზე, ფაქტები არა. აი, რა გაიფიქრა იმ ქალმა, რომ გაიგო თქვენი არსებობა. მამაკაცის მხრიდან, რა თქმა უნდა. რა გაიფიქრა? რომ დაგინახათ, რომ ნახათ თქვენი არსებობა. გაიფიქრა, ანუ აქ ამოდის ახლა ხმლები, გაიფიქრე რომ ძალიან ძლიერიც ხართ, ხისტი ხართ, უხეში ხართ, ასევე გედი ხართ, ანუ ლამაზი გედი, სტაბილური ცხოვრობით ცხოვრობთ, თავისუფალი ხართ, მაგრამ ამ მამაკაცს აქვს თქვენდამი გრძნობა, იცის ამ ქალმა. იცის. და ამოვიდა რაღაცა თვითონ რაღაც ჩიხში მოხვდა, რაღაც სიტუაცია იყო ისეთი. შეიძლება ცოტა ინერვიულა, შეიძლება ცოტა რაღაცა გაურკვეველი სიტუაცია იყო, მაგრამ პრინციპში ხა ცუდი რამე არ უფიქრია, უბრალოდ დაიბნა, შეიძლება ასეც ვთქვათ, მაგრამ მაინც აბა ეს ქალი რას ფიქრობს თქვენზე, კონკრეტულად თუ შეიძლება.
ძალიან ძლიერი რო ხართ და მიზან მიმართული და ყველაფერს რო ესე ცეცხლოვანი დაინახა. დიდი არ დათმობთ თქვენსას და თან ნახე რაც თავარია the judgment როგორ მიყვარს ეს კარტი. უზენაესი სამართალი თქვენ მხარეს არის. არ ვიცი რატომ როგორ რანაირად ეხა თქვენებურად შეატრიალეთ, მაგრამ სამართალი თქვენსკენაა, თქვენ ხართ მართალი და გასამართლები შეეშინდა თქვენი მხრიდან. ესე იგი რაღაცა არის. ნახე, აი აქ უკვე მაინტერესებს რა არის. მაშინ რა ინტერესი აქვს ამ ქალს თქვენი პარტნიორის, თქვენი დავით შეყვარებულის, lover-man-ის მიმართ? აი რა ინტერესი აქვს? რა აკავშირებთ მათ? ამ ქალს და თქვენ lover-man-ს. ამ ქალს რა ინტერესი აქვს? პირადად ამ ქალს ეგ მაინტერესებს. მოწონს გონია, აი ფული აქვს, აი ის აქვს, აი რაღაც ეგეთი ფიქრები წამოვიდა. ანუ ნახეთ, რაღაცას იტყუება ეს ქალი. აინტერესებს ეს მამაკაცი, წარმოსადეგი მამაკაცი ამოვიდა აქაც. გრძნობით სავსე, წარმოსადეგი ესეთი გაბრანჭული, ლამაზი, სიმპათიური რა, ახლა ლამაზი კაცზე ხო არ იტყვიან handsome, ესე იძახიან ხო ინგლისურად. ხო და ანუ აქ ამ შემთხვევაში ფულიანი გონია ეს კაცი და რაღაც ფულთან მიმართებაში რაღაც ინტერესი აქვს, არ ვიცი რა. აი ეხლა აი აქ ვკითხოთ რა, აბა რა ინტერესი აქვს ფულთან მიმართებაში ამ ქალს? ამ ადამიანის მიმართ, ანუ თქვენ თვის საინტერესო ადამიანის მამაკაცის მიმართ ამ ქალს და თუ იცით სახელი თქვით, რა კავშირი აქვს, ანუ რა ინტერესი აქვს ამ კაცთან? რა საქმეზეა საუბარი, რა სიტუაციაზეა, რა ინტერესი აქვს? სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. გრძნობა არის, როგორც ჩანს, მოწონს ეს მამაკაცი ფიზიკურად და ამოდის the devil, სექსი, ანუ სექსუალური, ინტიმური, რაღაც დაფარული, უკანონო ინტერესი. და შვილები ყავს თან ამ ქალს და ალბათ, ფულის კარტიც ამოვიდა, რა თქმა უნდა, რომ იქნებ დაეხმარო შვილებთან, აი ესეთ ფიქრები რა, მოდიან ეს ფიქრები, მოკლედ. რა რთულია, იცით, აი ეს ფიქრები რომ მოდის, რომ კითხულობ იმათ ფიქრებს, იმ ადამიანებს რომ შემოდის, ანუ უნდა ისწავლო მართვა. მე ეს ვისწავლე, მაგრამ რაღაც მომენტში ვარდები ხოლმე და მაინც რაღაც მომენტში ხო არის, ხა ადამიანი არ ხარ კომპიუტერი, ხო, დაპროგრამებული რომ ყველაფერი ისე გქონდეს, დაპაუზებული და გაჩერებული, ანუ ზოგჯერ არის რომ შემოდის, ანუ უკანონო კავშირზე აქვს საუბარი. აი, მაშინ აბა ამ მამაკაცსა და ამ ქალს მეორე ვარიანტია, ხო, თუ აქვთ აბა რამე კავშირი, სექსუალური, ინტიმური, sex bomb. You are sex bomb. უკან არის ქნევაი, თუ აქვთ აბა რამე ინტიმური კავშირი ამ მამაკაცს და ამ ქალბატონს სახელი თქვით. არა, ნახეთ, ოჯახი ყავს. ან ამ ქალს, ან ამ კაცს იცის, მოწონს უბრალოდ ეს კაცი ფიზიკურად. გრძნობა არ შეიძლება პარტნიორული ყოველ შემთხვევაში იცის რომ აი როგორი კარტია იცი თავსატეხი გაუჩნდება იმიტომ რომ ვერანაირად ვერ იზავს თუმცა მოწონება არის ნამდვილად ანუ სიმპათია კი ბატონო თუ გაბედავს აბა მეორე ვარიანტთან ესეთი კითხვა იყოს თუ გაბედავს ეს ქალი აბა უკან არის ქნევაი ფლირტობაი კიდე რა თუ გაბედავს ეს ქალი აბა ამ კაცის იმას რა ქვია შებმას თუ გაბედავს ეს ქალი ეს ქალბატონი უნდა კი აპირებს შეხედე მაგრამ არაფერი არ გამოუვა
რა შეუშლის ხელს? ჰაჰა. ამოყირავებული. ანუ რა შეუშლის ხელს ამ ქალს, ამ ქალბატონს სახელი თქვით, რომ ესე იგი შეაბას ეს კაცი, ხო? სათავისოდ, ну თავის ინტერესებიდან გამომდინარე, რა შეუშლის ხელს? რომ შეაბას და თქვით სახელი. შეუშლის ხელს ის, რომ დარჩება ხელმოწარული საბოლოო ჯამში, თან შვილები ყავს, თქვი, აქაც ამოვიდა, შეუშლის ის, რომ ეს კაცი რაღაც მომენტში, ანუ ეტყვის თავის ადგილას მოაჯენს, ეტყვის შენ, ანუ შენი ადგილი იცოდე. ქველმოქმედი, ანუ ფულს გადაუხდის რა არის კაცო ის არის, რა ქვია? ის უნდა მეთქვა, რა ქვია, ერთჯერადია? ხო, და ბოლოს დარჩება, ანუ აი ესეთი გამწარებული. ანუ ეს უბრალოდ ნახეთ პროგნოზირებაა. ჩვენ ახლა თეზისებს ვამბობთ, ხო, ახლა ქალები ვართ და აი ესე ისე. ამას უბრალოდ ახლა ელემენტალურად ვარკვევთ, ხო? ესეც შეიძლება, ისეც შეიძლება, სხვადასხვანაირად შეიძლება ყველაფერი რომ მოხდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვთქვათ, მან გადაწყვიტა გესმის შებმა, ანუ დარჩება ესე რა, დაჩაგრული, ხელმოწარული, მიტოვებული, ის დააყენებს თავის ადგილას, არაფერი არ გამოვა. ანუ კიდევ ერთხელ ვიძახი, მცდელობა შეიძლება, იმიტომ რომ ერთ ადგილს კარგად იქნებს. ხო. მამაკაცებს კიდე ეს მოსწონთ, მაგრამ ნუ ისე არ აქნევენ იმ ერთ ადგილსაც თუ მამაკაცები მიყურებენ უნდათ რაღაც, ხო? ანუ კაცისგან აი ესეთ ქალებს მამაკაცებისთვის ვამბობ ეხა როგორც გამოცდილი ქალი და ასე თუ ისეა ცხოვრება ნანახი, ასეთ ქალებს და მით უმეტეს საქართველოში უნდათ, ანუ ინტერესი აქვთ რა, ფინანსური, შემოკარგებო. და გაიჩინონ ისეთი კაი მარჩენალი, კაი წოველი თუ მეწველი. უკაცრავად ქართული სიტყვები მავიწყდება ხოლმე, მაგრამ ნუ მოკლედ გაიგებთ. ხო და ისი არავინ არ იძლევა, ჩემო კარგებო, ანუ ყველაფერს გადახდა უნდა. ესე არ არის რა, რომ ეხა შენ უკანალი აქნიო და ისმერი შეკრჩეს, ხო? იმ უკანალსაც აქნევ, იმიტომ რომ რაღაც გინდა, ინტერესია, გესმით, რა სიტუაციაა და ბოლოს პირველი ვარიანტისთვისაც და მეორე ვარიანტისთვისაც ეს ადამიანი, ხო? ორ კაცს ამოვიღებ. ეს ადამიანი თქვენთვის, ესე იგი, საინტერესო ვინც იყო, ხო? პირველი იყო, მეორე იყო, ვინც არის, ხო? თუ ნამდვილად უყვარხართ მას თქვენ და თუ ნამდვილად აქვს თქვენს მიმართ გრძნობა. მესამე მე ვამატებ ამას, ხო? პირველი ვარიანტისთვის თუ უყვარხართ ამ ადამიანს და თუ ნამდვილად აქვს გრძნობა და მეორე ვარიანტისთვის თუ ნამდვილად უყვარხართ ამ ადამიანს და თუ აქვს გრძნობა. ეს ამოტრიალებული ამოვიდა ცუდი კარტი, ამას დავამატებ. ანუ ცუდმა პერიოდმა პირველ ვარიანტთან გაიარა, თუ რამე იყო ისეთ ნეგატიური ჩხუბი, კონფლიქტი, რაღაც გაურკვევლობა გაიარა. მე უბრალოდ ამოტრიალებულ კარტებს არ უყურებ, მაგრამ თუ ცუდი ამოდის, ანუ რა თქმა უნდა, ვამბობ, ოღონდ კარგ კონტექსტში, იმიტომ რომ ამოტრიალებული ამოვიდა ცუდი კარტი, ხო? და აბა ეხლა რა სიტუაციაა პირველ ვარიანტთან? კი ბატონო, ეხლა კარგი სიტუაციაა, ნახეთ. ახალი დასაწყისი იწყება პირველ ვარიანტთან. ცოტა თავსატკივარი აქვს გაჩენილი ამ ადამიანს, მაგრამ სამყარო, ანუ თქვენ მხარეს არის. ნახე, სამყაროს კარტი არის დაშორება, შორიმანძილი, სხვა ქალაქი, სამყაროს კარტი არის დასაწყისი, რაღაცის დასრულება და შემდეგ დასაწყისი. და კი, ზემოდან, ანუ გასამართლება ხდება ზემოდან. ეს რას ნიშნავს? თუ რამეში ეს უკვე ეხება ორივე ვარიანტს. დააშავა, ხო, როიტყვიან. დღეს არაფერი არ დაიმალება, ჩემო კარგებო, ყველაფერი გამოაშკარავდება, ამიტომ პირველ ვარიანტსაც და მეორე ვარიანტსაც ვეუბნები, რომ ანუ, იცით, სამყარო თვითონ გაგაგებინებთ, თქვენ თუ რამე გაინტერესებთ, ანუ არ დაიმალება, აი იქ ამოგთხრი, სადაც ზიხარ რა, იქ მოგწუდები. თუ კი დააშავე, აი ესე ჩუმჩუმელობა აღარ გავა, ანუ სიტუაციაა ესეთი, ნახეთ, ადრე თუ გამოდიოდა ეს ჩუმჩუმელობა, ეხლა აღარ გამოდის. რა ვქნათ?
სიმართლეს ითხოვს თვითონ სამყარო, ესეთ პერიოდი მოვიდა და ამიტომ ორივე ვარიანტთან, ახლა ესეთი რაღაცეები შეიძლება იყოს, მაგრამ სერიოზული არაფერია, ასე რომ თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ, თუ რა ვიცი, დაგიჩნდებათ კიდე რამე კითხვები მომწერეთ, მე კმაყოფილი ვარ, მშვენიერი გაშლა იყო პრინციპში და მადლობა, აბა თქვენი ცით წარმატებები.